ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება პლენარული სესიის ფარგლებში ანგარიშის სახელწოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში ხვალ უნდა განიხილონ. ანგარიშის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. თემასთან დაკავშირებით დღეს ევროსკოპთან ისაუბრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ემანუელი ზინგერისმა. მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც დროს დასავლეთთან ინტეგრაციის ჩემპიონი იყო, ახლა დასავლური დემოკრატიების ნამდვილ მოწინააღმდეგედ იქცა. ადრე საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც დასავლურ ინტეგრაციას აქტიურად უჭერდნენ მხარს და მიმართულებით ლიდერის როლს ასრულებდნენ. ახლა კი ჩანს, რომ ქვეყანა ევროპის ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ დგას. მიიღო რუსული ტიპის კანონი უცხოური აგენტების შესახებ, აპატიმრებს ადამიანებს, არ ატარებს რეალურ გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ. ასევე არსებობს მასალები, სადაც ნათქვამია, რომ ირანის გავლენა საქართველოში იზრდება. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ირანი არ არის ქვეყანა, რომელიც სრული ეკონომიკური თანამშრომლობისკენ ისწრაფვის. ის ჩვენი რეალური და მუდმივი მტერი და რუსეთის მოკავშირეა. საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს არც გადაწყვეტილებას. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი მეტნაკლებად პრორუსული მთავრობის რთული ინტრიგების წინაშე დგას. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა კომისრის ბოლო ანგარიშს უყურებდა, ხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების აგრესიული გავლენისა და მფარველობის ქვეშ ბრუნდება. აქვს თუ არა მას სხვა გზა? დიახ, აქვს. გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სერიოზულად მიუდგეს თავის მომავალს ევროპულ დემოკრატიულ ერებთან ერთად. დღეს ჩვენ ევროპული ერთიანობის სიმბოლურ მომენტში ვიმყოფებით, თუმცა სწორედ ამ დროს საქართველოს ხელისუფლება შეჩერების რეჟიმშია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყანა გაჩერებულია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები საინტერესო არ არის ქართული ოცნებისთვის. ირაკლი კობახიძე ევროპულ სტრუქტურებს საქართველოს მიმართ კვლავ უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები, არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში. ვიცით, როგორ პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანი არის ხოლმე ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად არ ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო. საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი ჩახშობის, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად საქართველოში ამჟამად ჭეშმარიტ და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ეს გზა გაგრძელდება, ეს ქმედება ფაქტობრივად საქართველოში ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც არღვევს დემოკრატიის არსებით პრინციპებს და შეუთავსებელი ევროპის საბჭოს წევრობასთან. იგი მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოში მათი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და ასევე ლიდერების უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის დასრულების შესახებ. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო დაინტერესებული მხარე. აღდგეს ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად. ასამბლეა გმობს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების სივრცის სულ უფრო და უფრო შემცირებას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებს, მათ შორის საკამათო კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების გზით. პირველ რიგში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი. გრანტების შესახებ კანონში ბოლოდროინდელ ცვლილებებთან ერთად უნდა გაუქმდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ანგარიშის სახელწოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში მომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა მოამზადეს.